მაღლობელის უფლება დამცველებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბათუმელების რედაქტორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართეს. შეგახსენებთ, მზია მაღლობელი 33 დღეში მშილობს. ის ამჟამად კლინიკა ვივამეთში იმყოფება, რაც გულისხმობს მზია მაღლობელის უფლება დამცველების სასარჩელო განაცხადი მერაბ წულუბკიძე ისაუბრებს. მზია მაღლობელის ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიას დაახლოებით საათნახევრის წინ ჩააბარა. ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს აქვს ყველა საფუძველი იმისთვის, რომ მზია მაღლობელი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლოს, რადგან მისი არგუმენტების მიხედვით პირველი დაკავება, რომელიც ადმინისტრაციული წესით განხორციელდა, იყო უკანონო და სწორედ პირველი დაკავება დაედო ერთ-ერთ საფუძვლად მეორე დაკავების შემდეგ მის პატიმრობაში ყოფნას, ამიტომ ადვოკატს იმედი აქვს, რომ სასამართლო მათ არგუმენტებს გაითვალისწინებს. რაც შეეხება მზია მაღლობელს, ის 33 დღეა კლინიკაში შიმშილობს, ის საკმაოდ სუსტად გრძნობს თავს, თუმცა ამის მიუხედავად მოითხოვს დაბრუნებას სასჯელ აღსრულებით დაწესებულებაში, რაზეც ექიმები უარს ამბობენ. ისინი აცხადებენ, რომ ამ მდგომარეობაში მისი დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მდგომარეობა შესაძლებელია მოულოდნელად დამძიმდეს. შუამდგომლობა შეეხება აღკვეთი ღონისძიების გაუქმებას. არის პირველი ეტაპი მისი დასაშვება ცნობა და სასამართლოს ცხადია, ჩვენ ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ახალი გარემოებები, ფაქტები მიგვეწოდებინა სასამართლოსთვის და ხა მე შინაარსობრივ ნაწილში სამართლებრივად ვერ შევალ, ვინაიდან ვრცელი და მოცულობითია შუამდგომლობა, მაგრამ სავსებით შემიძლია გითხრათ თანამდულებით, რომ ეს შუამდგომლობა არის დასაბუთებული იმ სამართლებრივ გარემოებიდან დაწყებული, რომელიც შეეხება მზია მაღლობელის უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებას და ეს გარემოებები საქმის გარემოებების კვლევის შედეგად ცალსახად გამოიკვეთა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ ჩინეთ განსაკუთრებულ სამინისტროს. დაკავება სისხლის სამართლის წესით ესეც არის უკანონო, ვინაიდან სილის გაწვნა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება თავდასხმად, ასე ვთქვათ, ტერორიზმთან მიახლოებული კვალიფიკაცია, რომელიც გამოიყენა პროკურატურამ, ეს იყო, ასე ვთქვათ, იმის მცდელობა, რომ შეინიღბათ ამ საქმის სიმძიმე წარმოეჩინა ჩვენი მოლოდინების გათვალისწინებით და ასე ვთქვათ, სამართლებრივი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს იმის სურვილი, რომ სასამართლომ ეს გარემოებები ობიექტურად შეაფასოს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს აქვს 24 საათიანი ვადა და სწორედ ამ პერიოდში უნდა გაირკვეს, მიიღებს თუ არა განხილვისთვის მზია მაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობას.